Ამ და სხვა საკითხების შესახებ საუბრობს სტუდიაში სტუმართან ერთად თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავაა ჩვენთან ერთად. ბატონ კახა, მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენი მოწვევისთვის. როგორ უყურებთ პირველ რიგში თქვენ 26 მაისის მოსაოდნელ შედეგებს, რა უნდა ვიხილოთ ჩვენ 26 მაისს, ხომ არ აკლია იმ პროცესებს, რაც მე ცოტა ხნის წინ გავაცანი აუდიტორიას, მეტი სიცხადე ახლის რამე უნდა შეთავაზოს თუ არა ოპოზიციურმა ალიანსმა, რაიმე ახალი საზოგადოებას როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა, რასაც თქვენ ბრძანებთ, უნდა შესთავაზოს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ოპოზიციური ალიანსი არის იმდენად აცდენილი რეალობას, რომ მათ ამის შეთავაზების უნარიც არ აქვს. მე არ ვიცი ეს ოპოზიციური ალიანსი არის თუ არა პირდაპირ შექმნილი უშიშროების სამსახურის მიერ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უშიშროების სამსახურს რო შეიქმნა ოპოზიციური ალიანსი, უკეთეს შემადგენლობას და უკეთეს დღის წესრიგს ვერ გამოიგონებდა. ყველა ძალიან კარგად ხვდებით, თქვენ 4 ოქტომბერი ახსენეთ, თუმცა 4 ოქტომბრამდე შეგვიძლია გავხსნათ ძალიან ბევრი ასეთი რაღაცა დღე, რომელიც დაკიდებული იქნა ამ ეგრეთ წოდებული პროდასავლური ოპოზიციის მიერ. ისინი თამაშობენ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის თამაშს. აქ ხშირად ახსენებენ ხოლმე თქვენმა წინასწორობაც ახსენეთ თქვენ დაუსვით გონი შეკითხვა უნგრეთთან დაკავშირებით. აი, თუ ვინმე ვერაფერი ვერ ისწავლა უნგრეთისგან, ეს არის ჩვენი ეგრეთ წოდებული პროდასავლური ოპოზიცია და ყველაფერი რაც კეთდება, ეხლა კეთდება იმისათვის, რომ აი ეს რაღაცა პატარა მუხტიც კი, რომელიც საზოგადოებაში არის დანერგილი, გამოუშვან ორთქლიდან გამოუშვან ქვაბიდან და ივანიშვილისთვის შექმნან ხელსაყრელი პირობები თუ კი ის მოინდომებს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. ოპოზიციური ალიანსი როგორც დღევანდელი შემადგენლობით, ასევე დღის წესრიგით, პრიორიტეტებით, მესიჯ ბოქსით, რასაც ის თავაზობს საზოგადოებას, ეს არის ბიძინა ივანიშვილის საუკეთესო მოკავშირე. თქვენ ცოტა ხნის წინ ახსენეთ მუხტი, აი რამ უნდა გაზარდოს ეს მუხტი, ვინ უნდა მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა, ეს ხომ თავისით არ მოდის, რაღაცნაირად აქამდე მოგვსმენია ჩვენ პოზიცია, რომ რეჟიმის ოპონენტები რეაგირებენ თავად ქართული ოცნების მძიმე გადაწყვეტილებებზე, ეს მაგალითად მოხდა 28 ნოემბერსაც, მათ შორის მაგალითად თუ შეგვიძლია მოვიყვანოთ ირაკლი კობახიძის განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ აი რაღაცნაირად შეწყვიტეს ევროინტეგრაცია, ეს გამოაცხადეს როგორც დახურული პროცესი. ეს მუხტი ვინ და როგორ უნდა გაზარდოს? გიორგი, ის რომ მუხტი და ოპოზიციური განწყობები საქართველოში არის ძალიან ძლიერი, ეს გამოჩნდა არა მარტო იმ აქციებზე, რომელიც ახლა შენ გაიხსენე და როდესაც მართლაც 10,000-ობით ადამიანი იყო გამოსული თბილისის ქუჩებში, არამედ გამოჩნდა საარჩევნო ყუთებთანაც, როდესაც ჩვენ გვახსოვს, რომ ხელისუფლებამ გაყალბებულ არჩევნებშიც კი, იმ პირობებში, როდესაც არჩევნებში მონაწილეობდა ამ ურჩევლის ნახევარი, იმ ნახევარზე ოდნავ მეტი მიიღო. ანუ ხელისუფლების რეიტინგი გაზომილი არის და გაყალბების პირობებშიც კი შეადგენს დაახლოებით 20-25% ფორმალურად და თუ ამას გაყალბებას გამოვაკლეთ, ეს არის 15%. თუმცა არის მეორე რეალობაც. ჩვენ გახსოვს, რომ იმ 100,000-იან თუ 200,000-იან აქციებზე, რომელიც დედაქალაქში იმართებოდა იმ 28 ნოემბრის შემდგომ პერიოდში. თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიციური, ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ლიდერები სცენაზე ვერ ადიოდნენ. ესეც მოცემულობაა და ესეც რეალობა არის, რომ ის მუხტი და ის უზარმაზარი მასა, რომელიც ამ ხელისუფლებას არენდობა არც ამ ოპოზიციურ პარტიებს. და ამას თავისი მიზეზები აქვს და მე ვფიქრობ, სანამ არ შეიცვლება ეს ძირითადი, ასე ვთქვათ, მესიჯ ბოქსი ოპოზიციის და არ შეიცვლება ოპოზიციის სახეებიც, როცა გველაპარაკებიან ივანიშვილის რეჟიმზე ბოქსი ახსენეთ და სად გაგვწევთ? მე მოვიყვანე მაგალითად მოვიყვანე მაგალითად, აი თუ გინდა რომ შენ დაგიდგეს ქართული ხალხის დიდი ნაწილი გვერდში, მაშინ უნდა ელაპარაკო იმაზე, რაც ამ ქართულ ხალხს აწუხებს. მაგალითად, ბანკები ასახლებენ, ატყავებენ საქართველოს მოსახლეობას. ჩემს გარდა გაგიგიათ, გინახავთ თქვენ ცოცხალი პოლიტიკოსი, რომელიც ამაზე საუბრობს. ყველა გამოსახლება, რომელზეც რამდენჯერ დამაკავეს, გახსოვთ თქვენ ეთერში გადაიცემო და ვურეკავდი. მათ შორის ამ ოპოზიციის ლიდერებს, მოდით, ერთად დავდგეთ, თქვენი ტელევიზიები მოიყვანეთ და 200-300 კაცი რო შევიკრიბოთ, ჩვენ შევძლებთ კონკრეტულ ოჯახს გადავარჩინოთ. არა, არც ერთი ოპოზიციური პარტია მაგალითად ამ თემას არ ეკარება და სხვა შემილია ჩამოგითვალოთ მსგავსი თემები. სამაგიეროდ 20 არასამთავრობო თუ აწყობს იმას, რა LGBT Prides 15-მა პარტიამ მოუწერა ხელი. ან მაგალითად საგარეო ის რა ქვია ვექტორში გამოცხადებული ნატოში ინტეგრაცია 2026 წელს ეს არ არის ანაქრონიზმი, როდესაც თეთრმა სახლმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ევროპიდან გაყავს ჯარები. ამიტომაც ჩვენ თუ გვინდა, რომ ის გამწარებული ქართველი ხალხი, რომელსაც ივანიშვილი უკვე აი აქ აყავს, ხელში ყავს ამოსული, ამ ხალხს გვერდში უნდა დაუდგეთ იმ საკითხებში, რის გამოც არის ეს ხალხი გამწარებული და გარწმუნებთ არა იმის გამო, რასაც ელაპარაკება მას ეს ოპოზიცია. მეორე საკითხი არის ოპოზიციის ლიდერები
იდეები და ის სახეები, რომელიც დღეს ჩანს ამ ოპოზიციურ ალიანსში. ჩვენ გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლების დროსაც და თუნდაც შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც წინააღმდეგობა ძალიან დიდხანს გრძელდებოდა, თუმცა ხელისუფლება შეიცვალა მაშინ, როცა გამოიკვეთა ალტერნატივა, რომელიც არსებითად უკეთესი იყო იმ დროინდელ ხელისუფლებაზე. აი ხა გულწრფელად მითხარით, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ რო შეხედავთ ამ ოპოზიციური ალიანსის ბრიფინგებს და ჩამომწკრივებული არის იქ ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია და თამარა ჩერგოლეიშვილი და ზურა ჯაფარიძე და ასე შემდეგ. თქვენ როგორც საქართველოს მოქალაქეს გინდათ რომ აი ყველაზე უარესი მთავრობა რო გყავს სოფლიოში ჩვენ საქართველოს აი კიდე იმაზე უარესი მთავრობა გყავდეს მაკა ბოჭორიშვილი რო არის უვარგისი საგარეო საქმეთა მინისტრი ამაზე ალბათ არავინ არ ივარგე აი იდავებს მაგრამ მაგის ადგილას ჩერგოლეიშვილი რო დაждდეს ან არ ვიცი კიდე გვარამია ვიღაცის მაგრამ თქვენ ფიქრობთ რომ ეს საქართველოს უკეთესი იქნება ან იქნებ ფიქრობთ რომ საქართველოს მოსახლეობა ეხა ბნელია და ამაზე კითხვებს არ დასვამს არა ყოველთვის ასე იყო მე მარტო ამ ხელისუფლების დროს არ ვახსოვ წინა ხელისუფლების დროსაც სანამ არ გამოჩნდა მკაფიო ალტერნატივა რომელიც სააკაშვილის რეჟიმს შეცვლიდა ბევრი პროტესტი იყო მაგრამ რეჟიმი არ შეიცვალა დღესაც სანამ არ იქნება ისეთი ოპოზიციური ალიანსი, რომელიც არ იქნება დადანაშაულებული ადამიანების წამებაში, არჩევნების გაყალბებაში, რომ თვითონაც იყვნენ კორუმპირებულები და ჯალათები და ის ხალხი იქნება დღეს, ამას ივანიშვილი სპეციალურად აკეთებს. თქვენ ხო უნდა დაუკვირდეთ და როცა იმ უნგრეთის მაგალითზე ვლაპარაკობთ, რომ მადიარის წარმატების საიდუმლო რა იყო, რომ მან შეცვალა ოპოზიციის პროპაგანდა და გვერდი აუარა იმ თავარ, ასე ვთქვათ, ნაღმებს, რომელიც იყო ორბანის პროპაგანდაში. რა არის ქოცური პროპაგანდის მთავარი არგუმენტები, თქვენ ხო იცით, რომ ხალხო ჩვენ წავალთ და აგერ ეს ჯალათები მოვლენ, რომლებიც 2007 წლის 7 ნოემბერს დაჰყვიროდნენ ქუჩაში, რომ სულს ამოხდითო. ნუ ეს არის პროპაგანდა. მეორე არგუმენტიც იცით თქვენ, რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით, აგერ ესენი მოვლენ და უკრაინაში ჩაერთვებიან სამხედრო მოქმედებებში და გამართავენ LGBT პარადს და ასე შემდეგ. 3-4 ძირითადი თეზა არის. ამაზე სანამ ოპოზიციას არ იქნება პასუხები და იქნება, რა ქვია, ჩირკში თავჩამალული, მანამდე ქოცური პროპაგანდა, რაც არ უნდა საწყალი იყოს, რაც არ უნდა გულისამრევი იყოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყოველთვის დაამარცხებს ამ ოპოზიციურ პროპაგანდას და ეხლა 20 წლის წინ რო დაუწერეს ვიღაცას, რა ქვია, სახელმძღვანელო რომ იძახე ევროატლანტიკური ინტეგრაცია 2026 წელს სასაცილო არის ამაზე ქართველი ხალხი ქუჩაში არ გამოვა. აი ჩემი კითხვის პასუხზე პირველ რიგში თქვენ ცოტა ხნის წინ მითხარით რაღაცნაირად ამის სუსის მიერ შექმნელად გამოაცხადეთ ეს. პირიქით თქვი რომ შეიძლება შექმნილი კი არ იყოს მეთქი. იმ საქმეს აკეთებს, რაც სუს უნდა, იმიტომ რომ ქოცური პროპაგანდა რაც არის, აი თქვენი მაგათაც წინასტუმარი თქვენი ერთის თქვენი თანამებრძოლი კახა მიქაიას შესაძლოა შექმნილი რომელიც მოუწოდებს საზოგადოებას 28 მაისს ქუჩაში გამოვიდეს. კახა მიქაია არის უდიდეს პატივისცემას დაუდასტურებ ხა ეს არის ერთადერთი გამონაკლისი ამ ოპოზიციურ ალიანსში ერთადერთი და წუხარ კიდევაც რომ ამ ოპოზიციურ ალიანსში არის მაგრამ ხა ყველა დანარჩენი ჩავამითვალეთ. თორე კახა არის ვაშკაცი კაცი რომელიც 2007 წელს იყო თუ 8 წელს იყო ახლა ეს პროკურატურის წინ ჰამაკი გაშალა და საერთოდ ვერავინ ვერ იღებდა ასე ვთქვათ ხმას ვერ ზუგდიდში და ვერ საქართველოში აი მთელი ზუგდიდის დასანახად ჰამაკში ქანაობდა რომ არ ეშინოდა ახალაიასი მაგრამ დღეს ის ამ ალიანსში არის იმ ხალხთან ერთად ვინც მიიჩნევს ახალაიას პოლიტპატიმრად ამიტომაც მადიარზე თუ გვაქვს დრო სულ 1 წუთი უბრალოდ და შემდეგ მინდა ცოტნა ივანიშვილის განცხადებას კომენტარებში მადიარმა მართლაც გააკეთა ორი დიდი გაკვეთილი რომელიც შეიძლება ჩვენ გადმოვიღოთ იქიდან პირველი მადიარი არ იყო არანაირი პრო და რაღაცა ასეთი იდეოლოგიური მიმართულების ოპოზიცია მადიარმა შექმნა ისეთივე ფართო კოალიცია როგორც იყო საქართველოში თავის დროზე შევარდნაძის და მერე სააკაშვილის წინააღმდეგ მთავარი ლოზუნგი იყო უნგრეთი ორბანის გარეშე საქართველოშიც ვიდრე ოპოზიციაში ეს იდეოლოგიური რაღაცა ბანაკებად დაყოფა და რაღაცა ეს რა ქვია ჩვენ აქეთ ცალკე ვართ და იქით ხიხია ოპოზიცია არის ვერანაირი ეს ლიბერალური ცალკე ბლოკი და სეგმენტი ხელისუფლებას ვერაფერს ვერ უზავს ვერც მიუახლოვდება მას ვერც არჩევნებში და ვერც ქუჩაში მეორე რაც გააკეთა მადიარმა არის ის რომ გამოაცალა ორბანს ძირითადი პროპაგანდისტული მესიჯები. ChatGPT-ის დონეზე შეუძლია შეამოწმოს ნებისმიერს. მაგალითად, ორბანს აკრიტიკებდა ევროკავშირში იმისთვის, რომ მან აკრძალა LGBT პრაიდები. შეხედეთ, აბა თუ ქონდა ის, რა ქვია, მადიარს თავის პროგრამაში, რომ ამ საკითხზე უპირისპირდებოდა ორბანს. არა. მეორე ორბანი თქვენ იცით, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში. მადიარმა ამ პოზიციას არ გაუწია წინააღმდეგობა და დიდწილად დაუჭირა მხარი. ანუ, როდესაც ხედავ რომ რაღაცა საკითხში არის ხელისუფლებას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა თუ არა ლოიალობა, იმის გამო რომ შენ ოპოზიცია ხარ,
პოპულარულ საკითხებს კი არ უნდა დაუპირისპირდე. უნდა დაუპირისპირდე ხელისუფლებას იქ, სადაც ხელისუფლება არის არაპოპულარული. ბანკების საკითხი გითხარით. უსასრულოდ შემიძლია გავაგრძელო 226 მილიონი ჯარიმებით სულს რო ხდიან საქართველოს მოსახლეობას. და ამ დროს თვითონ კოცების სახელმწიფო თანამდებობის პირების მანქანების ნომრები ვიდეოკამერების სისტემას გადაცემული აქვს და მათ ჯარიმებს არ უწერენ. ჩვენ რა შავკანიანი მოსახლეობა ვართ ამ ქვეყნის და ეგენი თეთრკანიანები არიან თუ რა ტიპის რეჟიმი არის ეს. ამაზე უნდა იბრძოლოს ოპოზიციამ. ფასების სფეროში რა ხდება რომ სახელმწიფო მონოპოლიების სულს ხდიან ამაზე არაფერი მორალური მმართველობა, კორუფცია, ეს არის ის საკითხები, რის გამოც ხალხი არის ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს არ ვიცი არ მომბობ რომ სუსის შექმნილია, მაგრამ ის სუსის საქმეს აკეთებენ და ზოგიერთი შეიძლება სუსის ჩანერგილიცაა იქ, მაგრამ ტენიან პირდაპირ ოპოზიციურ დღის წესრიგში და აქ თქვენ ეთერში რომ მოდიან, ავალებენ თუ თვითონ ლაპარაკობენ, მე რა ვიცი რომ გიორგისთან ილაპარაკონ იმ თემებზე და ეთერის 90% დაუთმონ იმ თემებს, რომელშიც ხალხი ხელისუფლებას უჭერს მხარს. შეიძლება რომ 100 საკითხიდან ერთში უჭერდეს ხალხი ხელისუფლებას მხარს 99-ში წინააღმდეგი იყოს და თქვენთან ეთერში ის ერთი საკითხის განხილვაზე იყოს ოპოზიციის მთელი ენერგია დახარჯული. მოდი გამოვეხმაუროთ ცოტნე ივანიშვილის დღევანდელ კომენტარს, ასეთ რამეს ამბობს ის, ძალიან მტკივნეულია ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების ამ ფაქტებზე წუხელს განვეცდი, ამის იქით არ არის ჩემი განსაშილიო, ამბობს ის, რა გექნებათ ამ თქვათ როგორ შეაფასებდით ცოტნე ივანიშვილის ამ კომენტარს, დრო და დრო ის ჩდება კამერების წინ რაღაცნაირად. ცოტნე ივანიშვილი ეხა როცა გამოვიდა იმ კონფერენციაზე, მაშინ სიტყვა დაუწერეს და რაც დაუწერეს, ის თქვა დღეს სიტყვა დაწერილი არ ქონდა და ვერაფერი ვერ თქვა, იმიტომ რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის მე ვთქვი კიდევაც მაშინ იმ კონფერენციაზე გამოსვლის შემდგომ ტესტი, ექსპერიმენტი. ივანიშვილი უკვე იცით რომ ფორს სესიაში აღარ იძებება და ამითი არის შეწუხებული, უკმაყოფილო არის კობახიძეს გუნდით, მდინარაძე მოხსნეს უკვე და კობახიძესაც ალბათ ერთ-ერთ თვეში მიაყოლებენ და ის ტესტავს რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი. ივანიშვილის უმცროსი ივანიშვილის ასე ვთქვათ უელსის პრინცის გამოჩენა იმ კონფერენციაზე ეს იყო ტესტი რომ რამდენად შეიძლება გადაეწყოს ქართული ოცნება ამ ეგრეთ წოდებულ კომპრომისულ დიპლომატიურ ასე ვთქვათ რელსებზე. მე პირადად თუ ხელისუფლება ამას გადაწყვეტს, ამას მხოლოდ მივესალმებ, იმიტომ რომ ეს ქვეყნისთვისაც კარგი იქნება, ხელისუფლების პირადი უცხოელხოშო ივანიშვილის ოჯახის პირადი უსაფრთხოებისთვისაც უკეთესი იქნება, ყოველთვის კარგი იქნება, ოღონდ ახლა ამას ცოტნეს პრანჭიობა არ უშველის მარტო, ამას ჭირდება რეალური ნაბიჯები და არა მარტო პატიმრების გათავისუფლება. ამას ჭირდება ის, რომ რაღაცა მე-14 საუკუნის ტიპის ფეოდალური მონარქია რო უყავს, რომ პატრიარქი კითხულობს ტაძარში სად არის ივანიშვილი, მეფეს არავინ არ კითხულობს, პრეზიდენტს არავინ არ კითხულობს, პრემიერს არავინ არ კითხულობს და ყველამ ვიცით მთელმა საქართველოს რომ ამ ქვეყანას განაგებს ადამიანი, რომელსაც თანამდებობა არ აქვს. ეხლა ვართ მე-14 საუკუნეში და კიდე საკითხავია ახალი წელთაღრიცხვით თუ ძველი წელთაღრიცხვით და სანამ ჩვენ არ გვექნება რაღაც პატრიარქი ახსენეთ ივანიშვილი სვეტიცხოველში არც კი დასწრებია პირველ ქადაგებას პატრიარქ შიო მესამის, რომელიც იქ მივიდა აღსაყრებას ესწრებოდა. არც არის მრევლი ივანიშვილი და საერთოდ არის თუ არა მონათული მართლმადიდებელი ეს მეორე საკითხი არის კიდე, მაგრამ ეს მისი პირადი საქმე არის. ჩვენ დაგვანებოს თავი ქართველებს და თვითონ რომელ რელიგიის სალოცავშიც უნდათ იქ ილოცოს. პატიმრებზე მაინტერესებდა თქვენი პოზიცია, საბოლოო ჯამში მას მოუწევს პატიმრების გათავისუფლება, უშვებ თქვენ იმას, რომ რაღაც ეტაპზე მიიღოს ეს გადაწყვეტილება ივანიშვილმა. რა თქმა უნდა, ოღონდ მე ვამბობ, რომ ეს არ არის საკმარისი, ეს არის ლუკაშენკოს მეთოდი, როდესაც დაიჭერდა 5000 პატიმარს, მერე ჩავიდოდნენ მასთან რაღაცა უცხოელი საერთაშორისო ორგანიზაციები და მოლაპარაკებების დროს ეთქოდა, რომ აი 5000-დან 2000 გავათავისუფლებ. მერე ისევ შევიდოდა კრიზისში, ისევ დაამატებდა 3000 პატიმარს, ჩამოვიდოდნენ ისევ უცხოელი დამკვირვებელი. ეს არ არის საკმარისი, ეს არის აუცილებელი წინაპირობა, რა თქმა უნდა, რომ ის ხალხი, მე არ ვამბობ ყველაზე ეხა ინდივიდუალურად მე ამ სიას სრულად არ ვჩნო, მაგრამ ის ხალხი, ვინც ტროტუარზე დგომისთვის და მშვიდობიანი პროტესტისთვის დგას ზის ციხეში, რა თქმა უნდა, ყველა უნდა იქნეს უკლებრივ გათავისუფლებული. მადლობა, პირდაპირ ეთერში უსმენდით კახა კუკავას, თავისუფალი საქართველოს ლიდერი იყო ჩვენთან ერთად სტუდიაში სტუმრად, გადაცემა კომენტარი, ამით ასრულებს თქვენთვის მუშაობას. ხუთზე დავბრუნდებით ისევ პირდაპირ ეთერში ახალი ამბებით. დარჩით ჩვენ სახლზე. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწევით ორმაგდება თქვენი ინსულტის განვითარების რისკი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის.